რუსი სამხედროები გორისა და ქარელის რაიონში საოკუპაციო ზოლის გაფართოებას აგრძელებენ. ისინი მავთულ ხვართებს ავამენ, რის შედეგადაც არსებობს საფრთხე, რომ რამდენიმე სოფლის მოსახლეობისთვის მათი კუთვნილი მიწები და აგრეთვე სასაფლაოებიც მიუდგომელი გახდება. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. საზღვარს გვივლებენ ჩვენ ბაღებში, არაფერი, უკვე გადმოიწიეს იმათაც აქეთა და იქიდან ინდოელები აქედან ესენი და აღარ გვედგომება ამ სოფელში. დაიწყეს ესე იგი შემოღობა სასაფლაოსი, მერე შემოვიდნენ ეზუებში ეს სახლები და ეს მამულები ჩვენი ტერიტორიაო გვეუბნებიან. ჩვენ საწავიდეთ ევთხარი. არ ვიცით. ჩვენ ასეთი ბრძანება გვაქვს. ბრძანება გვაქვს კი ბატონო მეუთხარი, მაგრამ ხო შეიძლება რომ სასაფლაო დაგვიტოვოთ. ჩვენ აქ ცხოვრობთ, ეს სხვა სოფელია, სხვა სოფელს ეკუთვნის, ერედვის სხვა სოფელია. თუ იმ საზღვარს ეძებთ რომ სამხრეთ ოსეთის საზღვარი სად იყო, ის არის ზემოთ და გავლებული აქვს მაგათ ის საზღვარი 2-3 წლის წინ. ნუ ასე ნაბიჯ გავიწროვებენ და არ ვიცი სადამდე უნდა ჩამოსულა და როგორ უნდა ვეღარ გავიგე. ალბათ 2008 წლის ოცნებებს ისრულებენ და ნაბიჯ უნდა თბილისამდე ჩამოვიდნენ თუ რა ხდება არ ვიცი. რა მდგომარეობაა ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ზოლთან, ამაზე უფრო დაწვრილებით ნატა მახვილაძე ილაპარაკებს. ნატა, კონკრეტულად რომელ სოფლებთან ხდება ამჯერად მავთულ ხვართების გაბმა? საუბარი არის ორ სოფელზე, დვანზე და დიდზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში ხდება რკინა-ბეტონით უკვე პერიმეტრის მშენებლობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ადრე არსებობდა აქ მავთულ ხვართები, თუმცა ეხლა უკვე საფუძვლიანად მიმდინარეობს საზღვრის მშენებლობა. ეს ყველაფერი ხდება მათ მიწის ნაკვეთებში, რის გამოც უკვე გადაადგილება მოსახლეობისთვის მკვეთრად შეზღუდულია. დღესვე ამ ფაქტს გამოეხმაურა შიდა ქართლის გუბერნატორის მიმართავს ხელისუფლებას, რომ გამოიყენონ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რომ ამ ფორმით მოვლენების განვითარება აღარ მოხდეს. რუსულ მხარეს კვლავ არ აინტერესებს ურთიერთობების დაალაგება ქართულ მხარესთან, ან უკიდურეს შემთხვევაში ცდილობს ჩვენი უფლებების შელახვის ხარჯზე დაალაგოს ეს ურთიერთობები. ქართულ მხარე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი ამ ყველაფრის აღმოსაფხრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში. საერთაშორისო საზოგადოებასთან ამაზე მსჯელობას აპირებს საქართველოს მთავრობაც. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მართლაც მოხდა საზღვრის გადმოწევის ფაქტი და ამაზე მსჯელობას ისინი გააგრძელებენ ჟენევის ფორმატში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულ ხვართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველგვარს ხმარობს იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული. რუსი ოკუპანტების ქმედება დღეს გააკრიტიკეს პარლამენტშიც. სანამ საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპონენტების დევნილდაპატიმრებით და დაკავებულია უნიშენკოსთან ლაქუცით და ბოდიშების ხდით, მანამდე რუსები საქმეს აკეთებენ, როგორც ჩანს, კიდევ 300 მეტრით ასეთი ინფორმაცია გავცელდა დღეს. გადმოუწევიათ საზღვარი, აბავენ მავთულ ხვართებს, ადგილებიდან ეს ინფორმაცია მოდის, რომ ძალიან ენერგიულად არიან დაკავებულები სასაზღვრო ეგრეთ წოდებული ზოლის გამაგრებით ოკუპაციის ხაზზე. საქართველოს ხელისუფლებას მართებს რეაქცია აუცილებლად და ურთიერთობების დაალაგების მათი სურვილი რუსეთთან არ უნდა იყოს ცალმხრივი, აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნდა დასხდნენ, გააკეთონ რეაგირება და კატეგორიულად დასვან საკითხი მავთულ ხვართების გაბმასთან დაკავშირებით და საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ხშირად ხდება და უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო. ვრცელდება ეს საოკუპაციო რეჟიმისთვის დამახასიათებელი აქტივობები. ხვალდილას მივდივარ გორში არასამთავრობოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან მექნება ეგ შეხვედრა და ინფორმაცია უფრო დაზუსტებული იქნება.
ამდენად გადმოწიეს რა კონკრეტულად რა მშენებლობები მიდის ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და რა მდგომარეობაა ეხლა მათ შორის სარწყავ წყალთან დაკავშირებით ეს არის თემა რომელიც მაინტერესებს და არ არის გამორიცხული რომ 30-ში და 31-ში პარლამენტში კონდეს კომისიის სხდომა ამ საკითხებთან დაკავშირებით. განცხადებები მარტო აქ საქმეს არ უშველეს და საერთოდ ეს რიტორიკის გარდა, რომელიც ასევე საჭიროა და პროპაგანდისტული ნაწილიც საჭიროა მთავრობის და საერთოდ ხელისუფლების საქმიანობაში. მაგრამ ძალიან და მნიშვნელოვნად აქცენტები უნდა გადავიტანოთ დიპლომატიურ და პოლიტიკურ მუშაობაზე. ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ხვალ სავარაუდოდ დვანში და დიცში არასამთავრობო ორგანიზაციათა და პარლამენტართა ჯგუფი გაემგზავრება.